განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და სამგორის რაიონის დელეგატი ვალო ლიპარტელიანი სამგორის რაიონში საჯარო სკოლებს ეწვივნენ. დეპუტატები 82, 172, 217, 152 და 182 ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მათ საჭიროებებს გაეცნენ. განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარება. შესაბამისად, ამ მიზნით პარლამენტის განათლების კომიტეტთან ერთად მათი ინიციატივით დღეს ისანი სამგორის რაიონში ვიმყოფებოდით 5 სკოლაში, სადაც დავაიდენტიფიცირეთ ამ სკოლების გამოწვევები, შევიმუშავეთ გეგმაგრაფიკი, რის მიხედვითაც განათლების სამინისტრო შეეცდება, რომ აღნიშნული გამოწვევებს გაუკლავდეთ. სკოლების ვიზიტის ფარგლებში უკვე ვეწვიეთ თბილისის რამდენიმე სკოლას, რათა გავცნობოდით ინფრასტრუქტურას, ვიყავით გლდანში, ნაძალადევში, საბურთალოსა და ჩუღურეთში. დღეს ვიმყოფებით სამგორის რაიონში, ადგილზე მოხდა პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება და ასევე მომავალი წლისთვის დაისახა პრიორიტეტები. ხორციელდება უმნიშვნელოვანესი პროექტი, ვიცით რომ ამ სკოლაში არის პრობლემა სპორტდარბაზთან დაკავშირებით, ასევე არის ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ჩართულობით, განათლების სამინისტროს ჩართულობით, განათლების კომიტეტის ჩართულობით აუცილებლად გადაიჭრება ეს პრობლემა, რომ მომავალში